საქართველოს ღორის გრიპის ეპიდემიის ზღვარზე ამ დროისათვის H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 300-ზე მეტია. ეს დარეგისტრირებული პაციენტების რაოდენობაა, თუმცა გაცილებით დიდია დაურეგისტრირებული ინფიცირებულთა რიცხვი. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კლინიკები სრულმზად ყოფნაში არიან, თუმცა შემთხვევების მატების მიუხედავად ჯერ ეპიდემიის გამოცხადება არ იგეგმება ამ დროისათვის ინფიცირებულ პაციენტებს შორის. 4-ის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ მათ სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ვართ ეპიდემიის ზღვარზე, არ არის ჯერ ეპიდემია. ყოველ წუთს ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას ქვეყანაში. ფონი ბუნებრივია გაზრდილია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო ჩვეულებრივი სეზონური გრიპის გავრცელების დროს. თუმცა საპანიკო ნამდვილად არ არის. ძალიან ბევრი ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებულია 100,000-ობით და მილიონობით, მაგრამ არსად ეს რაღაც არანორმალური პანიკის სიტუაცია არ შეიმჩნევა. სამედიცინო სტრუქტურა სისტემა მთლიანად არის მზად, აბსოლუტურად ყველა ექიმა იცის რა უნდა გააკეთოს, მარაგი ანტივირუსული პრეპარატების არის საკმარისი და უბრალოდ ენდეთ ექიმს მიმართ პოლიკლინიკებს